სტუმარი სანდრო რაქვიაშვილია, გირჩის წარმომადგენელი, მასთან ერთადაც თემა იგივეა, რასაკვირველია, ხაფანგი, რომელიც ივანიშვილმა დააგო ამ ქვეყანაში და აპირებს, რომ გააბას ყველა პოლიტიკური ძალა, მაგრამ ბატონო სანდრო, იქ შოთა ხაბარელი იყო თუ მახსოვს, თუ უსმინეთ დღევანდელ ინტერვიუებს, გირჩიც უნდა აიგრძელოსო, კითხა ჟურნალისტმა და იქ პასუხი, რომ გირჩისნაირი პარტიები ჭირდება ამ ქვეყანასო და როგორ ელოდებით ახლა იქნებით ამ პარტიის სიაში, ჯერჯერობით არ გვიმხელენ მარტო გვეუბნებიან, რომ ნაციონალები და ახლები ნამდვილად იქნებიანო და დანარჩენებს აი ჩამოვწერთ და მერე ნახეთო. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ძალიან არ მომწონს რეპორტაჟი მართლა გითხრათ, რაღაც ანტიჟურნალისტიკა იყო, რაღაც ლანძღვა იყო, მაგრამ თვითონ ჟურნალისტების ნაწილში, კითხვის დასმის ნაწილში. კი, რა თქმა უნდა, მეგონი არ იყო. აი, ასეთი რეპორტაჟი როცა უფრო ნუ კითხვას როა სვა? ამბის გაგების ამბავი არ იყო, მაგრამ უბრალოდ მეც უყურე და ამ რადგან მითხარით. არა, ხო, რა ნაწილში არ მოგეწონთ, მაინტერესებს უბრალოდ. აი, რაღაცნაირად რა უნდა გაიგო ამ მრჩეველს, მაყურებელს გზალავს თუ არა? მაგალითად ეს უნდა გაეგო. ხო და იმიტომ რომ ცალსახა პასუხი არსებობს ნაციონალურ მოძრაობაზე და ახლებზე და სხვები გვაინტერესებს. შეხო რა კანონი კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან არ გვაქვს და თავისთავად გასაგებია რაღაც უცნაური პარტიების დასახელება და ფედერალისტები. მეგონი უბრალოდ ბევრად ხარისხიანი შეიძლება ის გაკეთება, მაგრამ ანუ არ ელოდებით აკრძალეს. მოით მე არემ პოზიციას ჩამოვაყალიბებ, რომ გასაგები იყოს ჩვენ ზოგადად ყოველთვის წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის, ალტიფოზე იყოს თავის დროზე თუ გახსოვთ აკრძალვის საჭირო მოთხოვნები, ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით, ბუნებრივად წინააღმდეგი ვართ ნაციონალურ მოძრაობის აკრძალვის, ზოგადად პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არ შეიძლება. რანაირი მაგალითებიც არ უნდა არსებობდეს სამყაროში ასეთი რაღაც ქმედებების, ეს პოლიტიკური პარტია უნდა დაამარცხო სიტყვით, პოლიტიკურად. და თუ ხელისუფლება გზალავს პოლიტიკურ პარტიას, ესე იგი მინიმუმ სუსტია პოლიტიკურ პოზიციაში. დებატები რო გახსნათ, როგორც ჩანს, ნაცებთანაც კი დამარცხდებიან კოცები. თორე სხვა შემთხვევაში ვინ აუგზავნებდათ მათ რომ ეს გაეკეთებინათ თუნდაც თავიანთ ტელევიზიებში. ამიტომ არანაირი გამართლება მას არ აქვს. არანაირი, მაგრამ ამის შემდეგ არ ხდება. რაც ეხება მაგრამ დავალოდოთ უბრალოდ პროცესს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს უბრალოდ მუქარა და რაღაც შეიძლება. ნუ ეს მუქარა ნახევარწელიას მუქარა და არ შესრულებულიყო გაზაფხულზე დაიწყეს, მაგრამ მეც მგონია რომ რაღაც უკვე ისეთი განცხადებებია რომ არ მგონია რომ კი, მე რაც მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს პროცესი არა მარტო ამ კანონის შემთხვევაში, არამედ სხვა კანონის შემთხვევაში იქნება ეს გამხატვის თავისუფლების შეზღუდვები, მიტინგების შეზღუდვები და შემდეგ. საბოლოო ჯამში ეს გზა რა თქმა უნდა თავდება იქ, სადაც არანაირი რაღაც პოლიტიკური პროცესი აღარ იქნება ადგილი. ანუ სად არის ეს წერტილი არ ვიცით, უბრალოდ ეს არის უცნობი ამბავი, როცა უკვე პოლიტიკური ამბავი მოშეწყდება და იმედი აქამდე არ მივალთ. ანუ როცა სიტყვით დაპირისპირებას აზრი დაეკარგება, როცა სიტყვით დაპირისპირებას პრინციპში რეჟიმმა დაუკარგა დიდი ხანი აზრზე, ძალიან დიდი ხანია ჩვენთან არ მოდიან ისინი ეთერებში, ეს ჯერ კიდევ რომელი წლიდან არ მახსოვს ზუსტად, ბევრი წელია უკვე არ პასუხობენ კითხვებს, არიან კომფორტის ზონაში, მიდიან იმ ტელევიზიებში, სადაც არ აქვთ ის კომფორტი. პოლიტიკური დებატები ამ ქვეყანაში მოკვდა, გაქრა არ არის და ახლა პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე როცა არის საუბარი, აქ ხომ საუბარია ამომრჩევლის აკრძალვის მცდელობაზე. ივანიშვილი დაემუქრა მაგალითად გახარიას ამომრჩეველს პირდაპირ, თუ გახსოვთ არჩევნების წინა ინტერვიუში, რომ ესე იგი არა მარტო ესე გახარია პრობლემა, რომ მათ მიცხვას მისცემს ისინი. ფაქტობრივად 4 პოლიტიკური ძალა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების მათივე დაწერილი შედეგით მიიღო ძალიან დიდი ხარდაჭერა მოსახლეობის, ეს პარტიები თუ აკრძალა, გამოდის რომ ამომრჩეველსაც უკარგავს არჩევანის უფლებას, გრძალავს ამომრჩეველს. რამდენად აქვს დღეს ოცნებას ამის რესურსი? აი ბატონ გიორგი ამბობდა ის ძლიერია დღესო. თქვენ როგორ გონიათ? რესურსი აქვს და მე მგონი თავი პრობლემა რის გამოც აქვს რესურსი არის ის, რომ კი ბატონო საქართველოს თემა გაიქცა დებატებს, მაგრამ დებატები ხო ოპოზიციურ ფლანგზე არ ხდება. ანუ სიამდვილეში ხო აქაც ელემენტი ცდილობა ქონდა სხვათა შორის ბევრჯერ, მაგრამ არ ხდება. ვიცი და ნამდვილად ჩვენს გამო არ იყო ეს დებატები ჩაშლილი. და მე მგონი აი ეს ამბავი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ხანია თვითონ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მოკლეს პოლიტიკა. ის ნარატივი რომ არჩევნებით არ შეიძლება მოიგო შეცვალო რეჟიმი. პინოჩეტი ბევრად უფრო ასე ვთქვათ რეპრესიული რეჟიმი ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევნების მეშვეობით დაიწყო მისი ცვლილება, ყოველთვის რეფერენდუმის ზუსტები რო იყო, რომელშიც წააგო და ამიტომ ბევრი მაგალითია იმის სოფლიოში, რომ თუ ადეკვატური ხარ,
თუ შემხარე სიმართლე არის და სათანადოდ იქცევ ეფექტიანად, არ უნდა მიიყვანო სიტუაცია იქამდე, უკვე არანაირი აზრი არ ექნება არსეთ არჩევნებს. და ამ შემთხვევაში, აი თუნდაც ეხლაც რა მოხდა არჩევნებზე, თუნდაც რა მოხდა წინა არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ თავისი ნებით 61 მანდატი აჩუქა ფაქტობრივად ქართულ ოცნებას. ისაც ხდებოდა მთელი ეს პერიოდი, სადაც უბრალოდ მართლა არანაირი დისკუსია არ მიდიოდა არაფერზე, არა მარტო 4 ოქტომბერზე. ბოლოს და ბოლოს როგორ შეიძლება თქვა, რომ ხალხი რაღაც პატივისცემა ხო საჭირო იყო, რომ გეგმა მერე გეტყვითო და სუსმა კი იცოდა, ოღონდ ხალხმა არ იცოდა. ხალხს დაუმალეს, ისაც სუსთვის იყო ცნობილი. აი ეს ყველაფერი დაწყებ ელემენტარული ისიც რა პროტესტზე რამდენი ადამიანი გამოდის ამაზეც რა არის ელემენტარული დისკუსია, იმიტომ რომ ხო არ გამოდის საკმარისი ადამიანი. რისთვის საკმარისი? საკმარისი, იმიტომ რომ პროტესტის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ აჩვენო, რომ ბევრი ვართ. არ არიან. ბევრი ვართ, ნიშნავს, რომ მინიმუმ არანაკლები ვართ, ვიდრე ოპონენტს ყავს. და თუ მაგალითად პირობითად ქართულ ოცნებას, რა ვიცი, 800,000 მილიონი ამორჩეველი ყავს, ესე იგი აქეთ ხარეს ხო მილიონი ამორჩეველი უნდა იყოს და თუ პირობითად ერთი მეათედი გამოდის მიტინგზე, ყველა ბუნებრივი მიტინგებზე არ დადის, ერთი 100,000 ნამდვილად უნდა იყოს. არა, რა თქმა უნდა, ახლოსაც არ იყოს, ესეც კითხვილი იყო ელემენტარულად, იმიტომ რომ, რა ვიცი, 10,000 ბიუროკრატიის ზუსტი შეფასება ვიდრე 100. ეს ახლა ოცნება ითვლის 100. არა, მე დავთვალე ეს, ხვდებით და საჯაროდ აქციებზე ხომ ეს დათვლის მეთოდი არსებობს კვადრატულ მეტრზე ადამიანების რაოდენობის და სოლიდური ორგანიზაციები ითვლიდნენ ამას. მე არ მინახე არც ერთი დასამკვირვებელი მიტინგის არც ერთი სოლიდური 4-ის არ გულისხმობს წინა არჩევნები, წინა აქციებს გულისხმობს. მე დავთვალე და იქ არაფერი ახლოს, მე გითხრათ რომ 10 უფრო ზუსტი შეფასება იქნებოდა ვიდრე 100. მაგრამ როგორც ყოფილიყო ამაზეც დისკუსიაც არის, იმიტომ რომ თუ 100,000 გამოიყვანე და არ დაამხით და ნუ 100,000 ადამიანი, ეს არის თავისუფლების მოედნიდან არ გაყვა ხალხი ათონელზე. თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე სავსე უნდა იყოს, ეს არის 100,000 ადამიანი რო იცოდეთ. ასეთი მიტინგი ისტორიაში არ ყოფილა ბოლო 10 წლის მინიმუმ. და როდის იყო რომელი ცვლილების დროს? შეიძლება ადრე იყო იმის კარგი შეიძლება კადრები აქვს, რას დრონები დაფრინავს, იმის შემდეგ ნამდვილად არ ყოფილა. ხო და ბანუსანდრო, რას ამბობთ ახლა, რომ ბოლო არჩევნების შედეგებზე ამდენი ადამიანი, რომელიც გამოვიდა არჩევნებზე, ხმამისცა ოპოზიციას. უწყვეტი ერთწლიანი პროტესტები, მათ შორის დიდი პროტესტები, ეს არ არის საკმარისი. საკმარისია იმისთვის, რომ საკმარისია იმისთვის. ეს სხვა რამეა, ანუ თქვენი აზრით ეს კონტრპროდუქტიულია რა ნაწილში? იმიტომ რომ სინამდვილეში თუ გინდა რომ პროტესტი ეფექტიანია, თუ ის იზრდება, მზარდია. თუ ის მცირდება და ბოლოს დადის რამდენიმე ასეულ აქტივისტამდე, რომელიც ისი მიზანიც აქვს ოცნებას და რეჟიმს. ხო, ცხადია, ქართულ ოცნებას ინტერესი აქვს, რომ შემცირდეს, მაგრამ აქეთ ახლა როგორ უნდა ხდებოდეს, ხონდა იზრდებოდეს ეს პროტესტი. ხო, შეიძლება რომ კმაყოფილი იყო, იმიტომ რომ გინესის რეკორდებში მოხვდი, ხო, იმ რაც რაოდენობით. და რაოდენობა ადამიანები. რა მიზეზები აქვს ამ შემცირებას თქვენი აზრით? ეს არ არის რეპრესიები, ეს არის პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, შიში, ახლა უკვე 15 დღიანი პატიმრობა. თავარი მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზია ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე შეიძლება ჩემი წამოდგენა მქონდეს როგორი უნდა იყოს, თქვა, რა ვიცი, საარჩევნო კამპანია თუ ზოგადად რა პოლიტიკური საქმიანობა, თქვენ სხვანაირი, მაგრამ აი თუ თქვენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იქნებოდეთ მაგალითად, მაგრამ ჩვენ შორის სანამ დებატები არ შედგება, სანამ საჯაროდ არ მოხდება ჩვენი პოზიციების გარჩევა. ურთიერთ ბრალდებების მათ შორის ის უამრავი ხვდებით ჩვენ ოპოზიციურ სპექტრზე რამდენი ბრალდება ისმის ხოლმე ერთმანეთს მიმართ, თუ არ იქნება ეს გარჩეული, დასაბუთებული, მაშინ ამორჩეველი დაინახავს ვინ არის მართალი, ვინ სწორ რაღაც გამოსავალს თავზობს და ვინ არა. გასაგებია რომ ვიღაცა თუნდაც ბოიკოტის ამბავი ხონდა გარჩეული იყო ერთხელ მაინც რა უკეთესი იყო არჩევნებზე მისვლა თუ ქუჩაში გამოსვლა და თუ ქუჩაში გამოსვლა იყო მისვლა ხო ასე ნამდვილად არ უნდა მისულიყო ხალხი როგორც 4 ოქტომბერს მივიდა ხო და ესე იგი რაღაც სხვა უნდა მოხდარიყო და სანამ ეს არ მოხდება ხო არჩევნებზე წასვლაც არ იყო სწორი ცხადია ამისგან არავინ არ შედეგო არჩევნებზე გასვლას რა აზრი ქონდა მოგეტრიალდება და გეტყვის ოქტომბერს მისული მოქალაქე ხო საბოლოო ჯამში სიტუაცია ხო გაფუშტა ქართულ ოცნება ხომ კიდე უფრო გაიმყარა ძალა გაფუშტა თუ დარჩა ისეთი როგორიც არის ეს არის ავტორიტარიზმი თქვენი აზრით თუ არ არის სადაც ჩვენ ახლა არა ნამდვილად ავტორიტარიზმია მაგრამ სინგაპურის ავტორიტარიზმია და კორეაც და სხვადასხვა მაინტერესებს თქვენი შეფასება მე ასე გეტყვით რომ ალბათ ვუახლოვდებთ იმ მომენტს რომელსაც შეიძლება იყოს რაღაც დადგებითი არჩევნები რომელიღაც არჩევნები იქნება სადაც საკითხი იქნება არა იმაზე ვთქვათ რა ვიცი ეროვნულ ბანკს ასე მოვექცევით თუ ისე მოვექცევით არამედ ერთადერთი მოვალეობა რაც ექნება ოპოზიციურ პარტიას იქნება რომ თქვა რომ ჩვენ ამ ყველა შეზღუდვას გავაუქმებთ და მე ჩავდართ ახალ არჩევნებს. და მე ქართული ხალხი გადაწყვეტს, უნდა რომ თლიანად დაამთავროს შედარებით თავისუფალი პოლიტიკური სისტემა და გადაედეს ავტორიტარულ რეჟიმით, რომელიც, რა ვიცი, აღარ იქნება, არანაირი არჩევნებით და რაღაც იმიტაცია იქნება, თუ ბოლოს შეცვლის სისტემას. ჩვენ აქეთკენ მივდივართ.
მე მგონი ეს იქნება როდის მოხდება არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა დემოკრატიაში ვცხოვრობ თუ არა. ნუ მოდით ასე გითხრათ, რომ ამ მომენტამდე ოპოზიციას ჰქონდა რესურსი, რომ არჩევნები მოიგო. ამ არჩევნებზეც და წინა არჩევნებზეც. და რატომ ქონდა დემოკრატიაში რომ ვართ? არა, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ არ გააკეთა ყველაფერი ასე მოეთხოვებოდა. არ ულაპარაკია, გაექცა დებატებს. რეჟიმს გეკითხებით, რა სისტემაში ვცხოვრობთ? თქვენი შეფასება ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ პოლიტიკური ნაბიჯების განსაზღვრის. ერთდროული მართლობებში ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია, რაღაც შვედეთის სტანდარტით ან შვეიცარიის ასე არ ქონია უბრალოდ არასდროს. ამიტომ გააჩნია სტანდარტსაც ეძახით. ამიტომ მე მგონი ჩვენ არ ვიყავით გამორჩეული. მეტად ნაკლად. ეხაც იგივე მდგომარე ერთდროულ მართლობაში ვართ, როგორც ვიყავით. ამიტომ არაფერი კარგი არის, მაგრამ ცვლილების შანსი ქონდა და გვაქვს იდეაში. უბრალოდ რა ნაწილში გვაქვს შანსი, აბა თქვენი აი მაგალითად არ შეიძლება თვით დაზიანება გამოაცხადო ბრძოლად. აი თვით დაზიანებას როცა აი ბერები რო აკეთებდნენ და მაგალითად რაც ტიბეტის და შემდეგ თვით დაზიანება არის პოლიტიკური სუიციდის მცდელობა. შეიძლება ეს პროტესტი ნიშნად გააკეთო, მაგრამ ბრძოლა ეს ვერ იქნება. და თუ დააკვირდებით, რამდენი ადამიანია მათ შორის აქტივისტი უკმაყოფილო, რომ ჯარიმები გადაიხადეს, შეიზღუდოს და შემდეგ და რესურსი არ აქვს, რომ ბრძოლა გააგრძელოს. ბრძოლა არ იყო, მარშები არ იყო ბრძოლა. ალტერნატივას რა? ჯარიმების გადახდა და გასაჩივრება არ იყო ბრძოლა. არა, დაიშალონ და იფიქრონ. აზროვნება უნდა ჩართონ. აი სამდროში თუ რამე პრობლემაა, პოლიტიკური კლასი ხართ, ურჩიეთ რა უნდა ჩვენ სულ ამით ვარ დაკავებული და ასეთი გამოსავალი მოძებნეს, სხვა გამოსავალი არა. კედელს თავის დაჯახება არ არის გამოსავალი. და გამოსავალი სად არის? გამოსავალი ლაპარაკის დაწყება. სად ილაპარაკოს? აი აქ უნდა დასდეს პოლიტიკოსი და მილაპარაკოს. პოლიტიკოსი არ ვამბობთ. მოქალაქეებზე გესაუბრებით, რომლებიც მოქალაქეებს ხონდა ყავდეს ვინმე წარმომადგენელი, ვინმე პოლიტიკოსი. ქუჩაში რომ წარმოადგენს მოქალაქე, რომელსაც ვერ დაინახა პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი წარმომადგენელი. ვინმე სანდონ, ხო ბოლოს ხო მაინც მივა ეს არჩევნებზე. თუ ერთი პოლიტიკოსი არ მოიძებნა, ვისაც ანდობს საკუთარი პოზიციის გამოხატვას. თქვენ რატომ არ განდოთ? ჩვენ ბევრი ათასობით ადამიანი გვანდოს და მე მათ პოზიციას გამოხატავ. მე ამ ხალხს ყოველდღე ველაპარაკები, მაგრამ მე არ მანდობს იმდენი რომ მთლიანად შევცვალო, მაგრამ ის ხალხი რომელიც სხვა ამორჩელის სახით ლაპარაკობს, რატომ არ შეხედან აქ? რატომ არ ლაპარაკობენ? აი სანამ ამორჩეული ვერ მიხვდება რომ იმ პოლიტიკოს არ უნდა ენდო რომელიც არ ლაპარაკობს, რომელიც ვერ ჯდება სადისკუსიოდ, რომელიც ეუბნება რომ ხალხო თქვენ ცხრები ხართ, არაფერს გეტყვით და მოდით მიტინგზე და იქ გეტყვით გეგმას. სანამ ვერ მიხვდება რომ ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება და ასეთი პოლიტიკოსის ნდობა არ შეიძლება, არაფერი არ გამოვა. ხო და საბოლოო ჯამში გამოსავალიც ეს არის, იმიტომ რომ მე კი შემიძლია გითხრათ რა უნდა გავაკეთოთ თეორიულად, მაგრამ მაგალითად თავარი რაც უნდა გავაკეთოთ არის რომ ადამიანს ვაჩვენოთ უკეთესი ალტერნატივა ვიდრე აქვთ. მაგრამ სად უნდა გამოგცეთ? ხო, ამაშია საქმე, ეს უკეთესიც რაც არის. დაინახა უკეთესი ალტერნატივა, თქვა, მე რა გააკეთოს? ერთადერთი უკეთესი ალტერნატივა დღეს ფიქრობ თუ არა, რომ არის ყველაფერი გარდა იმ პოლიტიკისა, რასაც ივანიშვილის თავაზობს მოქალაქეებს, რეპრესიები აკრძალვა რუსეთის უკანაეზო, არა დასავლეთი, არა ადამიანის უფლებები, ჯარიმა აკრძალვა, ამაზე უკეთესი ხომ ყველაფერია, რასაც აკეთს თავაზობს. ჩრდილოეთ კორეას არსებობს, როგორ შეიძლება ყველაფერი უკეთესი იყოს, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს გულისხმობთ. აი, როგორ შეიძლება მაგალითად პატა ბუჭულადისნაირი მოწყობილ აქცია იყოს უკეთესი, რას მეუბნებით? ივანიშვილის სისტემაზე. არა, ეს ხო იყო კლოუნადა. როგორ შეიძლება ამორჩევა ვერ გაიგოს, რომ კლოუნადით ვერ დაამარცხება ავტორიტარულ რეჟიმს? და თუ არ იქნება აქ დისკუსია ამაზე, რომ ეს დაუშვებელი, ხალხი დღემდე ამართლებს ამ კლოუნადას. მითომ ეს რაღაც გმირობა ჩაიდინეს. კედელს შეასხდნენ და ეს იყო მათი არჩევანი, ეს იყო მათი პოლიტიკური გზა. თქვენ რას თავაზობთ? როგორ შეიძლება მას პატივისცემით მოიფო? როგორ შეიძლება დააფასოთ, თქვა რომ გმირობა იყო, თავგანწირვა, რომელსაც აზრი არ აქვს, როგორ შეიძლება სწორი იყოს? ეს მათი არჩევანია. მათი არჩევანია, მაგრამ ჩვენი ამოცანა რომ აუხსნათ ადამიანებს, ეს ასე არ შეიძლება. თქვენ ხომ მეკითხებთ როგორ და მე გეუბნებით რომ ლაპარაკი უნდა დავიწყოთ. დისკუსიები უნდა დავიწყოთ. ადამიანებს ველაპარაკოთ, ტყუილები არ უთხრათ. 100.000, 200.000 ტყუილია, ხვდები? ტყუილია უბრალოდ. და მე აქ დაგიმტკიცებთ ამას. დაასვით ვინმე ერთი ადამიანის ამბავს საწინააღმდეგო დაგიმტკიცებთ საჯარო და ტყუილი იყო 100.000 იგი არ იყო, ახლობლიც არ იყო. ამას გვიმტკიცებს ოცნება, ძალიან დიდი ხანი. ხო და ვერ დაამარცხებ ოცნებას ტყუილით, ხვდებით? როცა შენ თვითონ აძლევ რესურსს, რომ ტყუილს ამბობდა, ვერ ყველაფერი შეიძლება უნდა უთხრათ ამ ხალხს, ვინც ქუჩაში დგას, გარდა იმისა, რომ ისინი ატყუებენ ოცნებას, ოცნების ტყუილის. არა, თავის თავს ატყუებს ბევრი და პოლიტიკოსების ასე ვთქვათ მეთაურობით და მათ შორის თქვენით რომ არ გინდათ აჩვენოთ ადამიანებს რა ხდებოდა იქ. თქვენ რა აი მოაწყე დისკუსია ამ თემაზე. იქ იმდენი ადამიანი იყო საკუთარი თვალით ნახა რაც. არა, ადამიანს არა აქვს ფიზიოლოგიურ შესაძლებლობა არ იყოს 100.000. შუა საუკუნეებში რომ ამბობდნენ 100.000 ვიყავით, აბნო ბერნი ვიყავით. 100 აწყობილი. სტატისტიკას, არითმეტიკას უარყოფა შეიძლება. შევალთ რიცხვებში. იქ იყო ხალხი.
ბევრი ხალხი, რომელიც ეუბნებოდა რეჟიმს, რომ თქვენ უნდა წახვიდეთ. ეს რეჟიმი ეუბნება, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ წავიდე, დავრჩე ხელისუფლებაში და ამისთვის გამოვიყენებ ჩემ ხელთ არსებულ ყველა რესურსს. დაგიჭერ აქ გძალავ, დაგაპატიმრებ, ყველაფერს ვიზამ, რომ შენ პროტესტზე არ ედგე რუსთაველზე. არის თუ არა ეს თავარი სამიზნე დღეს ივანიშვილის. ამას ხადია, როგორ შეიძლება ერთპიროვნული მართული არ იყოს თავარი სამიზნე, მაგრამ უყურეთ რაშია საქმე. როცა გამოყავს 10,000 კაცი, 20,000 კაცი, 30,000 კაცი, რას ნიშნავს ბევრი ვიყავით? რომს დემოკრატიულ ქვეყანაში ვიყოთ. თქვენ ხო არ მოგინდებოდათ ხელისუფლების სრულება ხდებოდეს 10,000 კაცის სურვილით. ხო და ამიტომ თქვენ მართლა ბევრი უნდა გამოიყენოთ. ერთი ადამიანის მნიშვნელობა არა, სამუდად ფსევდომორალიზატორობა. აქ უნდა რაოდენობას აქვს, პოლიტიკაში რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. თავები უნდა დათვალოთ მართლა პირდაპირ გაგებით. ხო და წინა არჩევნებმა დათვალა ოპოზიცია 100,000 კაცს მართლა არაფერი არ ეშველება და ამაზე უნდა იმუშაოს, ამაზე უნდა ილაპარაკოს. ხო ღია დისკუსიები და ტყუილით ეს არ გამოვა. რამე პლატფორმაში მონაწილეობას აპირებთ, რომ 100,000 კაცი გამოიყვანოთ ქუჩაში. ჩვენ სულ მოწადინებული ვიყავით. საუბარი უნდა დავიწყოთ ხდებით. აი თქვენ როგორ ჟურნალისტი მოგზანდით, ეთერი მზად არის, რა გიშლით მე სულ აბაკობ საძის მეორე ოპონენტი, სად არის ოპოზიცია? ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც აი ამ 4 ოქტომბერს აწყობდა, რატომ ერთ დებატებში არ დაჯდა? რატომ ერთხელ არ 4 ოქტომბრის მომწყობით ციხეშია? არა, სანამ ჩასვდნენ ციხეში რასაკეთებდნენ? გეგონება ხო მაგარ რაღაცებს ყვებოდნენ. ახლა ვინ გინდათ ოპონენტად? აი მათ შორის თუნდაც დავიწყოთ, იმიტომ რომ ელემენტარული ტყუილი რომ დავასრულოთ, რამდენი ადამიანი იყო ქუჩაში, ეს არ უნდა იყოს გაერჩიოს? არ მგონია რომ ეს თავარი თემა. ახლა რამდენი ადამიანი იყო ქუჩაში 4-4-ში. როგორ არ არის მნიშვნელობა დემოკრატია? ხო ხვდებით რომ არჩევნებზე თითულიან ხალხს? ბიზინა ივანიშვილი პარტიებს აკრძალავს. კი ბატონო, კი ბატონო. მე მომავალ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას აუგზავნოს. სახელობითად ნაცისტები ცუდი გზა მიგითხარით რომ სრულიად ცუდი ფინიში ექნება. აღარ დაგრჩებათ პოლიტიკოსი აქეთ. ტყუილები უნდა დავასრულოთ პოლიტიკაში და თუ ტყუილებით გინდათ დაელოდოთ სანამ ბიზინა ივანიშვილი ბოლომდე დაამთავრეს პოლიტიკას ქვეყანაში, არაფერი არ გამოვა. ვისი სურვებდით აქეთ ხარეს? ნაციონალური მოძრაობის წევრები შევეცდებით რომ დავაორგანიზოთ ასეთი შეხვედრა. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი სანდრო რაქვიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.